სრული სიგიჟე, აი სრული. მოკლედ, რუსთავი ორს აუღია ჩემი სტატუსები, სადაც ვაშაყირებ ამ ყურებიან ბიჭს გიორგი ქართველიშვილს. და სხვაები სტატუსებით მე ეს ბიჭი ჩაუწერია, ეს ბიჭი დგას კამერებთან და მოთქვამს, რომ აუ მეო დამცინესო. დამცინეს მეო და ესო უნამოსოები არიანო. მოჩლაჩულია ძალიან. შეეწვა ლოგინში მე მგონი ნერვიულობი და ტიტუშკების ბიჭო რაღაცა და ყველაფერი გადაჭიშდა. ტიტუშკაც რანაირი ყავს. ტიტუშკა კომენტარს აძლევს რუსთავი ორს, რომ მაბულინგებენო. ხო, ამ კაცის იმედი გაქვთ თქვენ? კაცი 2 დღის წინ გამოვიდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სადარაჯოზე უნდა ვიდგეო. ორგანიზაცია დააფუძნა და ჩვენი რაცა გოგოებმა დავწერეთ სტატუსები და კაცი ჩამოიშალა. პროსტა ჩამოიშალა. აღარ შევიძლია უკვე ამის საცადაობით აღარა ვარ. ჩამოშლილია უკიდურესად. ნერვიულობს. მეო მაბულინგესო. ნაწყენია ძალიან. მაგარი ნაწყენი არის. არ ვიცი ხა რას აპირებს ნეტა სადმა ხوار დამხვდება ჯოხით. მე უნდა მეჩხუბო? ბატონო გიორგი. ჭეთით ხوار უნდა გამომეკიდო. მოკლედ აი იცი რაშია საქმე. მე ჩემ ცოლს იმაშვებითო ჩემ ცოლს აბულინგებენ. შენ ცოლს კი არ აბულინგებენ ბიჭო. ხედე შენ ცოლს კი არ აბულინგებენ. შენი ცოლი არის რუსთავი ორის პროპაგანდისტი და დაიცინება ყოველთვის. ყველა პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში მიეჩვიეთ ახლა. თუ არ იყავი მზად ამისთვის, მაშინ არ უნდა გამოგორებულიყავი და ის რაცა ორგანიზაცია ხელკეტების არ უნდა დაგერეგისტრირები და თუ შენი მენტალური, ემოციური მდგომარეობა ვერ უძლებს ამას ჩვენ სტატუსებს, დაეტიე სახში, თორემ ის რაში აინტერესებდა შენი ხურის ფორმა, აქამდე დავინტერესებულ ვართ. შენ თვითონ გამოხვედი ინიციატივით, რომ მე ხუმრობებისგან უნდა დავიცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიო და ქრისტიანობაო. და შენ ცოლს როგორც პროპაგანდისტს ასე ვაშაყირებ. მე მაგალითად ვაშაყირებ იმ ნაწილში, რომ ანუ წარმოიდგინე ქალი მთავარი არხის ჟურნალისტი იყო, ასე თავზე ეწერა თავისუფლება მიშასო და მთავარი არხი გაიხურა და წკაპ გადავიდა რუსთავი ორზე. რანაირად შეიძლება ახლა ეს ნორმალური ადამიანის საქციელი იყოს. მაგრამ ქოცები ზოგადად ეგეთები არიან. მაკლასტერიდან არის რა, აი ეს არანაირი ღირებულება არ აქვს. აი ხა შენს გიორგი ქვია მე მგონი. შენს რომ ახლა შენი კუნთი დაჭირდა დღეს მდინარაძეს. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ქნა თვითონ. და ახლა იფიქრა მაგდა იქნება ასე დავაჭუმა ეს ხალხია. შენი კუნთი ახლა ხვალ რო დასჭირდეს ვიღაცა სხვას მთავრობაში მოსულს, სხვა ტიპს. იმასაც დაეხმარები შენ. და იტყვი ქრისტიანობას ვიცავ. აი ახლა შენ რო დასჭირდეს ვინმეს რომ შენ გავახო მაგალითად კალაძე, ჰომოფობიურ ნიადაგზე, იმედი ჟურნალისტები გამკეთებელი ხარ ამის. შენთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შენ ვის მოემსახურები. ქრისტიანობას კი არ იცავ შენ. შენ იცავ ახლა ამ წუთას ივანიშვილის ფულს და ივანიშვილის ძალაუფლებას, იცავ უკიდურესად საწოდავად თან. მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არ მგონია რომ ივანიშვილის დაცვა შეძლოს კაცმა სტატუსების გამო რომ მტირის კამერების წინ. ეგ ერთი. ხო და შენ რომ მართლა ქრისტიანობას იცავდე შენ. პირველ რიგში ივანიშვილს გალახავდი. ივანიშვილმა აფეთქა საყდრისი. ივანიშვილის დროს გელათი ინგრევა. რომელი ხუმრობა დააზიანებს ახლა იმას რა ქვია ქრისტიანობას ვის ატყუებს შენ და ვის აყრი ნაცარს თვალებში. შენ ეს ხალხი დებილი ხო არ გონია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა და მაგაზე არ იღებ ხმას და ქრისტიანობის დამცველი რანაირად ხარ. რაღაც ესე იგი ივანიშვილი რომელიც სხვათა შორის ათეისტია და ღმერთის არ სწამს უსმენდა სასულიერო პირებს ყველა მღვდელს ჟუჩოკი დაუყენა მაგ დროს სად იყავი შენ ქრისტიანობა ივანიშვილი რასაც აკეთებდა მღვდლებს რო აშანტაჟებდა და ივანიშვილის პირობებში ყველაზე სუსტი და ყველაზე მარგინალიზებული რო არის ეკლესია შენ თუ ქრისტიანობას იცავ რა ვიცი გალახე მაშინ ივანიშვილი მე კი არ გამიხარდება რომ გალახო იმიტომ რომ ძალადობას მოგმოობ მაგრამ შეხარ ფარისეველი ფარისეველი ხარ შენ ქრისტიანი კაცი შენ არ ხარ და საერთოდ შენზე არ დავწრილმანდები ახლა რა ვიცი შენზე მიწევს საუბარი თორე აქ თქო ესე ფსკერში არ ჩავალ ზოგადად ქოცობა არის ფარისევლობა არის ქოცობა ქოცები რომ ქრისტიანი ხალხი იყოს ქრისტიანობა არის დაჩაგრულის გვერდში დგომა ეს დასწავლა ქრისტემ ადამიანებს ქრისტიანობა არის ბაღში ისა რა ბაღის ფულს რო იპარავთ ბავშვების ფული რომ იგავთ სახლში ან რანაირად უნდა შეგერგოს ეგ ფული ქრისტიანობაა ადამიანებს რო ძარცვავთ აი ხლა ვარ გურიაში ისეთი გაჭირვებაა ადამიანები შიმშილობენ გაჭირვებულები არიან გააღატაკეს ქოცებმა ქართველები და იხჩობიან სიმდიდრეში თვითონ და რაც უფრო მდიდრდებიან ეს ხალხი უფრო ღატაკდება იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს და შენ თუ ქრისტიანობას იცავ და ამ ქვეყანას ამ ღარიბ ბავშვებს დაუდეკი გვერდით ფარისეველო ქოცო მაგრამ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ არც ეს ქვეყანა არც ეს სამშობლო ივანიშვილის გარდა თქვენ არაფერი არ გაინტერესებთ ხო და აი ამ კაცის იმედი კიდე ჩემტერს კონდეს აი ამ გიორგი ქართველიშვილის რანაირი ტიტუშკაც რო არ ვარ გამ ქვეყანაში არაფერი არ ვარ ყველაფერი გადაჭიშდა კაცი რო ხელკეტს აიღებს კაცი გამოვიდა ორგანიზაციას ქნიოდ ჯოხებით უნდა დავიცვაო ქრისტიანობაო კაცი რო ხელკეტს აიღებს და ქრისტეს სახელით გამოეკიდება მის თანამოქალაქეს ის კაცი არის მხდალი და ლაჩარი და 10 კაცი რო ერთს უთყამთ თან კუნთიანები რო დადიხართ
ეგ არის თქვენი ქრისტიანობა, ეგ ვაფშე აი ქრისტიანობა კი არა კაცური, არა კაცურია, არა ქურდულია თუნდაც. ხო არანაირ ლოგიკაში რო არ ჯდება ისეთია, ისეთი ბანძობა არის. აი უკიდურესი ჩმორობა და ბანძობა, მაგრამ ახლა თქვენ რო ბანძები და ჩმორები ხართ, მე რატომ უნდა ვიდარდო მაგაზე? ჩემ ქვეყანას ვდარ დოქტორე. რუსთავი არ ცხოვრობ, ეს ვიდეო წაიხოს. ანუ ხო ჩემი კომენტარი არ გინდა, ჩემი სტატუსები რო წაიღეთ, იქნება და მე ვაკეთებ კომენტარს ამ თემაზე. რუსთავი ორო. ბანძებო. მაგრამ ყველაზე ამაზრზენი რა არის, იცით? ხალხი რო სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობს, სიღარიბეში ცხოვრობს, თან ამ ხალხს ფულს პარავენ, მდიდრდებიან და თან ატყუებენ, რომ აი კი, მართალია თქვენ ახლა ცუდად ცხოვრობთ, მართალია გაჭირვებაა, მაგრამ აი იცი ვიღაცამ იხუმრა და ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ხუმრობის წინააღმდეგ დავირაზმოთ. გეგონება აი ეს ხუმრობა აღატაკებს რიგით მოქალაქეებს. აი ეს აყრიან ნაცარს თვალებში, ატყუებენ, რომ აი ჩვენ კი ვერ გაცხოვრებთ თქვენ ისე როგორც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ჩვენ რომ არ ვიყოთ, უარესი იქნებაო. მე შედიან ოთახებში ადამიანებო და დაგცინიან თქვენ. დასცინიან ესენი ხალხს, ამაში დარწმუნებული ვარ. აი კიდე როგორ მოვატყურეთ, აი კიდე როგორ ვაჭამეთ. არა ბიჭო, ჩვენ კიდევ კარგად ვიქნებით, მაგრამ შევუსრულეთ. მოიცა, ახლა მოდი გავაკეთოთ რამე ორგანიზაცია იმის ხელკეტების. მოდი ახლა ამაზე გადავიტანოთ ყურადღება და აი ესე მაიმუნობენ და აი ამ გაიძვერობაში ადამიანებს სიღარიბეში აცხოვრებენ და თან წარცვავენ. და კიდევ ხალხო არ დაიჯეროთ, რომ ამ ორგანიზაციის შექმნით მაინც ხოცები მოახერხებენ, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ ამ ქვეყანაში. ტიტუშკები იყვნენ და ირბენენ ახლაც. აი ახლა ეს რაღაც ყურებიანი კაცი გამოგორდება თუ არ გამოგორდება, ანუ ეს დღის წესრიგს არ შეცვლის. ეს არის იმიტომ, რომ გადაფარონ 17 წლის ბავშვის მკვლელობა. აი ესეთი არის მათი ქრისტიანული მორალი. 17 წლის ბავშვი მოკლა საზოგადოებისთვის საშიშმა ადამიანმა, რომელსაც ჰქონია იარაღი გადაფორმებული და აი ეს რო გადაფარონ იმისთვის ამ მართლა ურჯულოებმა გამოაგორეს ახლა ეს ვიღაცა გაუგებარი კაცი თავისი რაღაც მდედრიონით რო იჯდა იქ. ემბრიონი და მდედრიონი. ხო და ტიტუშკები ვერაფერს ვერ იზამენ. აი მე გეტყვით რას ახერხებენ ხოცები ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ახერხებენ რომ გადაფარონ თემები. ქრისტიანი ხოცები ამჯერად ფარავენ 17 წლის ბავშვის მკვლელობას. ამას ახერხებენ. აი დანარჩენს აი ეს არის ყველაზე წარმატებული საქმიანობა მათი. დანარჩენს ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. არაფერი გადახედეთ სოციალურ ქსელებს. მაინც პაპუაშვილს აგინებენ, პაპუაშვილს არ აგინებენ და პაპუაშვილს იმ რაღაცას უწოდებენ, მე ეს თუ არ შეიძლება, მე ივანიშვილს უწოდებენ, რომ არის პაპუაშვილი და მთელ სამყაროს გააგებინეს, მთელ სამყაროს, რას ეძახიან საქართველოში ივანიშვილს. ვერაფერს ვერ აკეთებენ, მაგრამ აი თემების გადაფარვა ნამდვილად ეხერხებათ.